და ახლა სწორედ იმ ბერზე მოგიყვებით, რომელმაც რომის პაპს საქართველოში ვიზიტისას არამეულ ენაზე უგალობა. იესოს ენაზე მგალობელი მამა სერაფიმეს ქრისტეს მიერი სამყარო, ბერი რომელიც წირვას არამეულ ენაზე აღავლენს. მამაოს იდუმალებით სავსე ცხოვრების შეცნობას კეთი ბრაჭული შეეცადა. ამ კარს მიღმა 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარია. ტაძარში ერთი ასურელი ბერი მოღვაწეობს. ბერი სერაფიმე. ის წარმოშობით ისტორიული მესოპოტამიიდანაა. ევფრატისა და ტიგროსის შესართავთან მდებარე მიწიდან. დღეს კი მისი ქრისტეს მიერი გზა საქართველოს პატარა სოფელ ქანდაში გრძელდება. ასურელი სერაფიმეს მშობლიური ენა არამეულია. ენა, რომელზეც მაცხოვარი იესო ქრისტე საუბრობდა. არამეულად ლოცვებს კითხულობს და ქრისტეს ენაზე ზუსტად ისე გალობს, როგორც საუკუნეების წინ უძველეს აღმოსავლეთში. სწორედ ამიტომ ეს პატარა ტაძარი საქართველოში მართლმადიდებელი სამყაროს უნიკუმია. მამა სერაფიმე კი მსოფლიოში ერთადერთი მღვდელმსახური, რომელიც ლიტურგიას არამეულად, მართლმადიდებლური წესით აღავლენს. სოფელ ქანდაში ქრისტეს ენაზე ლოცულობენ. ეს არ არის უბრალოდ მელოდია. ეს ჩვენი ლოცვაა ღვთის მიმართ. თითქოს იმ ეპოქაში იმყოფებით, რა დროსაც ქრისტე ქადაგებდა სახარებას თუ აი რას გრძნობდით თქვენ. ეს არ არის თვითონ ამ გალობის რაღაც ქმედება ადამიანზე. უბრალოდ ალბათ ამ გალობის დროს ძალიან ბევრი ადამიანი თვითონ იწყებს ლოცვას ღმერთოს, ღმერთის ხსენებას. ვარდება სინანულში ან რაღაც უეცარ სიხარულში და ამ დროს ხდება ის, რაც ხდება. ქრისტეს სიტყვები ქრისტეს ენაზე რომ მოისმინონ, ქანდაში მორწმუნეები მთელი ქვეყნიდან ჩამოდიან. ჩამოდიან უცხო ქვეყნებიდანაც. მომლოცველები გრძელ გზას გადიან იმისთვის, რომ მამა სერაფიმეს გალობას უსმინონ. ვინც ღვთისმსახურებას პირველად ესწრება, ემოციას ვერ მალავს.
თითქოს ქრისტეს ნამღერი გესმის. აი შორეულად იწერ. ჩემთვის ალბათ კრეხელობაც არ უცალ საუბრობ თემაზე, მაგრამ აი რაღაცა ისეთი ნაცნობი ბგერები მომესმა. უსი ასეთი გალობის ისეთი ნაცნობი ხმა, რომ მე მეგონა რომ ვისმენ ქრისტეს გალობას ჯვარზე გაყრის ძე. მამა სერაფიმე 6 წელია ქანდის მონასტრის წინამძღვარია. 38 წლის ასურელი ბერი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. საღვთო ცხოვრება 24 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა მანამდე ერისკაცობაში არაორდინალური ცხოვრების რითმი გამოიარა. ასპარეზობდა აღმოსავლურ ორთაბრძოლაში და უკრაინაში დეპუტატების დაცვის სამსახურის უფროსიც კი იყო. ვიყავი სპორტსმენი. ეს იყო ტაიკვანდო ITF-ი. ვიყავი 4 გზის საქართველოს ჩემპიონი. ვნანობ ჩემს ცუდ საქციელებს, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველი ჩემი წუთის და ყოველი ჩემი წამის ერისკაცობიდან დაწყებული დღემდე. მიყვარს სიცოცხლე. მეშინია სიკვდილის. სულ იმას ვიძახი, რომ თუ ალბათ მომეცა იმის საშუალება, რომ ოდესღაც ზეცა სასუფლეულის კარი გაიღება და მე მანდ მოვხვდები, რაც საკითხავია. მე თავსაც არ ავწევ, რომ ნახო მაცხოვრის წმინდა სახე. მისი ტკბილი და წმინდა ფეხებით დავტყვები. 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში არამეული 2010 წლიდან ისმის. ამის შემდეგ მონაზონი ყველამ ქრისტეს ენაზე მოგალობე ბერის სახელით გაიცნო. ბერმა კი ყველას გააცნო სოფელი ქანდა და ქანდაში მცხოვრები ასერიელები. არადა მართლმადიდებელი ასურელები აქ უკვე 2 საუკუნეა ცხოვრობენ. უწმინდესმა მითხრა, რომ ეს არის შენი ერი, შენ უნდა იღვაწო მათთან. და დღეს ჩემი ასურელები ყველაზე მეტად მიყვარს ცხოვრებაში. მე ვერ გავაკეთე ბევრი რამ მათთვის. მაგრამ ყველაზე დიდი რაც შემეძლია, რომ მივცე მათ, ეს ჩემი გულია. ქრისტეს ენაზე აღვლენილ ლოცვებს ვირტუალური მსმენელი წყავს. სოციალურ ქსელში მამა სერაფიმეს გალობა მილიონზე მეტმა მოქალაქემ ნახა და მოისმინა. გავიგირო 9-ში მამა სერაფინი ატარებს ბოლო უკანასკნელი წირვა არა მეულად აქა და უკვე ვტირი ვართ ყველა მთელი აი არ ვიცი ვისაც თვითონ მთელი საქართველოს ვტირის ამაზე რომ არ წავიდეს და დარჩეს. მოლოდნელი ამბავი მამა სერაფიმეს წასვლის შესახებ ველში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. წინამძღვარი წასვლას მართაც აპირებდა, თუმცა მის თხოვნას საპატრიარქოში თხოვნითვე უპასუხეს. თხოვნით დარჩენის შესახებ ბერი დაემორჩილა. ასურელი ბერი ტაძარში დარჩება თან მომავლის გეგმებით. მამა შიო, მამა სტეფანი, მამა პიროსი, მამა აბიბო. 13 ასურელი მამის ტაძარში ბირთა საძმოს მონაზვნებს სწორედ ასურელი მამების სახელები ქვიათ. წინამძღვარს იმედი აქვს, რომ მალე საძმო გაიზრდება და აქ 13 ბერი იმსახურებს. 13 ბერი 13 ასურელი მამის სახელით. მარამ იშმშიხ დრონით და რახან ალე ხატაია. გეგმები მხოლოდ ტაძარს არ უკავშირდება. ბერი სერაფიმე ამბობს, რომ ქრისტეს ენა საერო ცხოვრებაშიც გაძლიერდება. არამეული სწავლება ქანდის სკოლაში უკვე დაიწყო და სოფლიოში ამით პირველი პრეცედენტი შეიქმნა. ეთნიკური უმცირესობის და რელიგიური უმრავლესობის ერს იმის იმედი მიეცა, რომ მათი მშობლიური და უფლის ენა არამეული არ დაიკარგება. რას ნიშნავს ახლა ასურელისთვის ქართველი? ეს იცით რა მკითხეთ? რას ნიშნავს შვილისთვის დედა და რას ნიშნავს შვილისთვის მამა? რამე თუ აქ ყველა მამით ასურელები ვართ და დედებით ვართ,
ქართველები და სიცოცხლეს